მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე, ჩვენი სტუმარია, ჩვენი მეგობარი ბატონი ზურაბ აბაშიძე, ბატონ ზურაბ, გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. საინტერესო საჩუქრით, ასე ვთქვათ, თქვენი ნაშრომით, რუსეთის ქცევის წყაროები 1992-2021 წელი. როგორც ვიცი, სულ ახალხაზ გამოვიდა ეს ნაშრომი. და რამდენიმე ესე ვთქვათ შევსებულ სტატიას მოიცავს ამ ეპოქასთან დაკავშირებით, ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, თუმცა პრინციპ შეიძლება ითქვას, რომ ომი უკრაინაში მაინც 2014 წელს დაიწყო და არა 22 წელს ის პროცესი, რომელიც ამას წინ უძღვა და უნდა ჩაითვალოს აი ამ პრელუდიად, აი ამ დიდი ომისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხო? მაგრამ მოდით კონცენტრირება გავაკეთოთ იმაზე, მაინც როგორ მივედით აქამდე, გულისხმობ აი ეს 90-იანი წლები. უფრო ესე ჯერ გითხარით, რას ეხება ეს წიგნი, უფრო თქვენი ავტორისეული შეფასებით, ასე ვთქვათ და მე უკვე ჩავიდეთ შეგნის სიღრმეში. ნუ ეხლა ძალიან მოგრძალებული წიგნია, ძალიან პატარა. დიახ. თავიდან უფრო დიდი იყო მართალი რომ გითხრათ, 4 ამხელა იყო. ხო. მაგრამ სანამ მივიტანდი დასაბეჭდად, ერთი კვირით ადრე დავჯექი და რაც რაიმე იყო ჩემი მოსაზრება, ანალიზი, თეორია, ყველაფერი ამოვშალე და ფაქტობრივად მოვლენების ქრონოლოგია, ოღონდ ისეთი, ასე ვთქვათ, ხედვით რომ იქნებ თვითონ მკითხველმა გამოიტანოს უმთავრესად თავის დასკვნები. ძალიან რთული თემაა, ეხლა ძალიან ემოციური თემაა ეს რუსეთის თემა და უამრავი რამ იბეჭდება ყოველდღე გვესმის ამის თაობაზე მოსაზრებები, პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ აი დრო რო გადის მე რაღაცები გვავიწყდება, ქრონოლოგია როგორი იყო, მოვლენები, ისტორია როგორ ვითარდებოდა, ხო? ამიტომ აი ეს პატარა წიგნი გამოვიდა ძალიან შემცირების შემდეგ. ნუ ეხლა ასეთი ისის მქონდა, ასე ვთქვათ, როდესაც ამას ყველაფერს შლიდი შიგნით, რომ დიცინებს აღარავინ აღარ გითხულობს უკვე და ჯობია პატარა იყოს თქო. თანაც ქართული ინგლისურია. ინგლისური შეიძლება წაეხმაროს ამას. ეხლა სათაური შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს რუსეთის ქცევის წყაროები. ვეხმიანებით ცნობილი ამერიკელი დიპლომატის და შემდგომ პოლიტოლოგის, მეცნიერის ჯორჯ კენანის ცნობილ სტატიას, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა. საბჭოთა ქცევის წყაროები, ასე ქვიოდა, ხო? The Sources of Soviet Conduct. აი თარგმნა ქართულად ზუსტად ესე გამოდის, მე მგონი. და შესავალშივე აღნიშნავ, რომ ეს არ არის რაღაცა ვიღაცის ოფიციალური პოზიცია, ეს თუ კი რამე არის იქ ჩემგან ნათქვამი ან პირადად ჩემი მოსაზრება, ეს არანაირ ასე ვთქვათ ოფიციალურ ხედვას არ წარმოადგენს, პირადად ჩემი ასე ვთქვათ ხედვა. კიდე რა შეიძლება ითქვას, თვითონ საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე აქ არის აქცენტი გაკეთებული, ეს ცალკე კვლევის თემაა. ასე რომ ერთი ეპიზოდია მარტო სტამბულის სამიტი ნახსენია. დიახ, ჯარების გაყვანის კონტექსტში. რა უნდა ხა იქ აფხაზეთის თემა, თვითონ 2008 წლის ომი, ამას გვერდს ვერავინ ვერ აუგლის. ეხლა ეს პერიოდია აღებული 1992 წელი, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 21 წლის ჩათვლით. უკრაინაში აი ამ დიდი უბედურების დაწყებამდე. და აი ეს მთავარი მოვლენები რაც აი ამ საერთო სურათს ქმნის, აი როგორ მოხდა ისე, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც რუსეთი ძალიან მონდომებულიც კი იყო, რომ დასავლეთთან ისეთი დიდი თანამშრომლობა განვითარებულიყო, ინტეგრაციას კი მომხდარიყო რუსეთის აი ამ დასავლეთთან ურთიერთობებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი აქტიურობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ნატოსთან რუსეთის თანამშრომლობა, აი რატომ მოხდა შემდგომ რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა სრულ კონფრონტაციაში. აი ვიმეორებ რომ
აი ამ მოვლენების შეხსენებით შეიძლება აი მკითხველმა რაღაც დასკვნები გამოიტანოს, ისე რომ მე ვცდილობ თავს არ მოვახვიო ჩემი აზრები, რომლებიც ამოვშალე აი ამ წიგნიდან, სადაც ასე ვთქვათ, დარჩა ისეთი აი მშრალი ნალექიო რუსები რო იტყვიან. აი ამის თქმა შეიძლება. ეხლა ეს კითხვა თუ აი რა არის რუსეთის ქცევის წყაროები, ასე რატო იქცევა რუსეთი, ეს არ ახალია, ხო? ჩვენ ადრე აქ ვისაუბრეთ კიდევაც გახსოვთ, რომ აი მეორე მსოფლიო ომი რო დასრულდა, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ომის დროს მოკავშირეები იყვნენ, ერთად იბრძოდნენ, ერთად ებრძოდნენ საერთო მტერს. და აი ომი დასრულდა, შეიკრიბნენ პოტსდამში, მანამდე იალტის დიდი შეხვედრა იყო და იქ უკვე გამოჩნდა, რომ მოკავშირეებს შორის, რომლებიც უაღრესად, ასე ვთქვათ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, გაჩნდა ბზარი, თავი-იჩინა ძალმა დიდმა წინააღმდეგობებმა. ეს დასავლეთის ხედვით უმთავრესად დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის ექსპანსიით აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც საბჭოთა ჯარი კი შევიდა გაანთავისუფლა ეს ქვეყნები ფაშისტებისგან, მაგრამ შემდეგ დაიწყო იმ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დამყარება და ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ დიდ შეთანხმებებთან, რაც საბჭოთა სტალინსა და ამერიკელ და დიდ ბრიტანეთს ლიდერებს შორის იყო მიღწეული ადრე. აი ამან განსაკუთრებით თავი-იჩინა შემდგომ პოტსდამში 1945 წლის ზაფხულში იქ აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს ბირთვული არაღიცა აქვთ უკვე და ფაქტობრივად აი ცივი ომის დასაწყისად ბევრი მიიჩნევს აი ამ პოტსდამის კონფერენციას, სადაც აი ეს დიდი მოკავშირეები, დიდი სამეული ბოლოჯერ შეხვდა ერთმანეთს და ამის შემდეგ ეს უკვე კონფრონტაციულ ხასიათს იღებს, მაგრამ ვაშინგტონში და ლონდონში კარგა ხანს ვერ გაერკვიან, რომ რა ხდება, ესე იგი, რატო იცვალა ასე სახე საბჭოთა კავშირმა, ხო არ ავაწყენიათ სტალინს ეს, რომ ასე იქცევა, გაიწყო უკვე მოსკოვში ძალიან მკვეთრი განცხადებების კეთება დასავლეთის მიერ, ნაფტალინიდან ამოიღეს ის ტერმინოლოგია, რომელსაც ომამდე ხმარობდნენ, იმპერიალიზმი, მტრები და ასე შემდეგ. კარგა ხანს ცდილობდნენ დასავლელი დიპლომატები გარკვევას იმაში, თუ აი რა ხდება, ესე იგი იქნებ სადოთ და ყველაფერი შემოვატრიალოთ ისევ თანამშრომლობისკენ. მაგრამ ყველაფერი ეს ძალიან ცუდად მიდიოდა აღმოსავლეთ ევროპაში ფაქტობრივად. ეხლა ყველა ელოდა, რომ იქ სადაც საბჭოთა ჯარი შევიდოდა, პრინციპში დასავლეთი შეგუებული იყო იმას, რომ ნუ რაღაცა ფორმით ეს საბჭოთა გავლენის სფერო იქნებოდა ალბათ და საბჭოთა კავშირში თავისი განსაკუთრებული ინტერესები ექნებოდა, მაგრამ არ ელოდნენ იმას, რომ იქ დაიწყებოდა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება იმ ფორმით, რაც იქ მოხდა. შეთანხმება იყო ასეთი, რომ იქ უნდა ჩატარებულიყო დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო, ასე ვთქვათ, აი დემოკრატიულად არჩეული ასე ვთქვათ, მთავრობა და ძალაუფლება. ნუ რაც არ მოხდა, რა თქმა უნდა და ამ ქვეყნებმა ფაქტიურად ოკუპაციის რეჟიმში გააგრძელეს შემდგომი მთელი ცივი ომის პერიოდში არსებობა. აი მაშინ, როდესაც ასეთი გაუგებრობა ვაშინგტონში და ლონდონში უპირველესად, ნუ დასავლეთის სხვა დედაქალაქებში დაიბეჭდა ესეთი ჯერ გაიგზავნა მოსკოვიდან ვაშინგტონში ძალიან საინტერესო ტელეგრამა, დაშიფრული ტელეგრამა, გახსოვთ თქვენ კარგად ეს. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა დიპლომატი ვინმე ჯორჯ კენანი, ის არ იყო ელჩი, ასე ვთქვათ, დიპლომატი იყო და აი ესე დაშიფრული ტელეგრამები როგორც წესი პატარა ზომისაა, როცა იგზავნება, ალბათ ეხლაც არის ეს, ნუ ასეთი ფორმით. მაგრამ ამის ტელეგრამა იყო რაღაცა ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ ისტორიაში შევიდა როგორც გრძელი ტელეგრამა. და ეს გრძელი ტელეგრამა მოხდა
ალღა ვიღაცა აი დესკ ოფისერი რასაც ქვია სახელმწიფო დეპარტამენტში იმან წაიკითხა ნახა რომ მართლა ძალიან საინტერესო რაღაცაა შემდეგ ეს წავიდა ზემოთ დეპარტამენტში ასე ვთქვათ ვიღაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნახა მე მევიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შემდეგ ეს თეთრ სახლში გადავიდა და ნახეს რომ ეს მართლა რაღაც საინტერესოა მოიკითხეს ვინ არის ეს კაცი ну ესე იგი რაზე იყო ამ გრძელ ტელეგრამაში საუბარი რომ ფაქტობრივად პასუხი იყო გასემული იმაზე თუ რატომ იქცევა საბჭოთა კავშირი ესე და რატომ თქვა უარი თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე, სამოკავშირო ურთიერთობებზე და იქ აი თელი ასე ვთქვათ კლინიკური სურათი იყო ამის მოცემული, ახსნა იყო იმისა თუ რატომ იცვარა ფერი და რას უნდა ველოდეთ საბჭოთა კავშირიდან. ну ისე უხეშად რო ვთქვა ძალიან მოკლედ კენანის აზრით ეს მოსალოდნელი იყო საბჭოთა კავშირის დასავლეთი ჭირდებოდა ომის დროს საერთო მტერის დასამარცხებლად მაგრამ ეხლა საბჭოთა კავშირს ჭირდება სხვა მტერი ეს მტერი იქნება დასავლეთი მტრის ხატის გარეშე საბჭოთა რეჟიმს არსებობა არ შეუძლია აი ასეთი აზრი იყო ეს არის ისტორიული ფენომენი რუსეთი ყოველთვის ცხოვრობდა იზოლირებულად დასავლეთისგან და ყოველთვის ერიდებოდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რამე თუ აი რუსეთის მოსახლეობა დაინახავდა თუ რაოდენ ასე ვთქვათ ბეთყულ მდგომარეობაში არიან ისინი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ იმ რეჟიმს რომელიც დამყარებულია ტერორზე, შპიონომანიაზე, სხვანაირად თავისი ძალაუფლების შენარჩუნება არ შეუძლია თუ არ ეყოლება მტერი და თუ არ ექნება მტრის ხატი. ამჯერად ეს მტრის ხატი ჩვენ სტალინმა, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიქნებით აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ ფუნქციას და ამიტომ ნუველით რომ იქიდან რაღაცა შეიცვლება, ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ აი ამ ახალ ვითარებაში და საბჭოთა კავშირის ექსპანსიის წინააღმდეგ და მაშინ გაჩნდა პირველად ტერმინი შეკავება. შეკავების თემა პირველად აი ამ ტელეგრამაში ახსენა კენანმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ვაშინგტონის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია საბჭოთა კავშირის მიმართ. აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელი ტელეგრამა იყო, რომლის სათაურის, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ ვიხმარე აი ამ ჩემ პატარა წიგნში. შემდგომ ეს ტელეგრამა სტატიად გამოქვეყნდა მომდევნო წელს უკვე და აი იქ ეს რომელი წელია 46 წელს გაიგზავნა ტელეგრამა თებერვალში და 47 წელს უკვე Foreign Affairs ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია საბჭოთა ქცევის წყაროები და ნუ ამან ასე ვთქვათ მაშინ ფურორი მოახდინა სენსაცია იყო და ასე შემდეგ აი ეს ტერმინი შეკავების პოლიტიკა ეხლა იმ პერიოდში კიდე ერთი საინტერესო რამ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ეს ტელეგრამა ხო თებერვალში გაიგზავნა 46 წლის თებერვალში და მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულტონში ჩავიდა ამ გამოსვლის ხსენება მინდოდა ახლა ფულტონის უნივერსიტეტის მოწვევით ჩავიდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე უინსტონ ჩერჩილი და იქ გამოვიდა სიტყვით ნუ ჩერჩილი მაშინ ოპოზიციის ლიდერი იყო მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო რომ პრეზიდენტი ჰარი ტრუმენიც კი ჩავიდა და მას გვერდით მიუჯდა ერთობლივად ასე ვთქვათ მოხდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩატარდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა იქ გამოვიდა სიტყვით ჩერჩილი რომელსაც შემდგენ აი ფულტონის სიტყვა დაარქვეს ჩერჩილი მაშინ საუბრობდა იმაზე რომ დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის ჩამოეშვა რკინის ფარდა და რომ აი ეს დიდი ევროპული ქალაქები როგორიც არის ვარშავა, ბუხარესტი, პრაღა, სოფია აღმოჩნდნენ ამ რკინის ფარდის ირგვლივ იქით და ჩვენ ყველანაირი ზომა უნდა მივიღოთ რომ მოვლენები კიდევ უფრო დრამატული ფორმით არ განვითარდეს და დასავლეთ ევროპასაც ასეთივე ბედი არ ეწიოს.
იქ მან არ დაასახელა რაღაც ძალიან აგრესიულად საბჭოთა კავშირი ან მოსკოვი, პირიქით მან ისაუბრა იმაზე, რომ მის დროს აი ერთად როგორ ებრძოდნენ ფაშიზმს, მაგრამ ამავე დროს ეს იყო აი განგაშის ზარი იმის თაობაზე, რომ ჩვენ სწრაფად თუ არ ვიმოქმედებთ, ევროპასაც ალბათ იგივე ბედი ელის. ეხლა ევროპა იმ დროს იყო სრულად განადგურებული, დანგრეული, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, კომუნისტური პარტიები იყვნენ აღზევებულები, საბერძნეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სადაც ასე ვთქვათ, კომუნისტები ძალიან აქტიურობდნენ, იტალიაში, საფრანგეთში კომუნისტური პარტიები ძალიან მომძლავრდნენ, საბჭოთა კავშირს ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი და ის ამას ცდილობდა ყველაფერს, რომ ასე ვთქვათ, მხარში დგომოდა და აი ამ ვითარებაში ჩერჩილის მიმართვა უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საერთო სტრატეგია საბჭოთა კავშირის მიმართ და აი მაშინ ახსენებს იქ იმ თავარ თეზისებს, რის რეალიზაციაც ძალიან სწრაფად მოხდა. ის ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული კავშირი უნდა შეიქმნას ვაშინგტონსა და ლონდონს შორის, შემდგომ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, აი ეს კავშირი უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს და ევროპის ქვეყნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აღმოუჩინოს დახმარება. და მართლაც ძალიან მალე ტრუმენის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს აი ეს ტრუმენის დოქტრინა დაერქვა მას საბჭოთა კავშირის მიმართ, რასაც გნებავთ აი ამ შეკავების პოლიტიკა შევარქვათ, მოყვა 59 წელს ნატოს შექმნა, რომელშიც აი გაერთიანდა დასავლეთის ქვეყნების ნაწილი საწყის ეტაპზე და ამავე დროს დაიწყო მარშალის გეგმის განხორციელება. მარშალის გეგმა გულისხმობდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას, გამოიყო მილიარდობით დოლარი, თუ არ ვცდები 13 მილიარდი, მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო. და აი ამ დახმარებით მოხდა ძალიან მოკლე პერიოდში ევროპის აღორძინება. აი ეს პერიოდი და აი ეს ხედვა საბჭოთა კავშირის მიმართ გარკვეულწილად დღესაც რელევანტურია. მაგრამ ვითარება რა თქმა უნდა შეცვლილია. ეხლა 21 საუკუნე და 2025 წელი აღარ არის 1945 წელი, სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ამის ცოდნა აუცილებელია, რომ აი ასეთი წინაპირობები არსებობდა, ასე იწყებოდა ძალიან დიდი თანამშრომლობიდან უცბად რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი და საბჭოთა კავშირი აღმოჩნდნენ სრული კონფრონტაციის რეჟიმში, რაც შემდგომ 45 წელი გაგრძელდა და აი ასე ვთქვათ, ეს ისტორიული ექსკურსი მაინც საინტერესოა მე მგონი იმისათვის, რათა აი დღევანდელი ამბები შეკითხვა შეიძლება, მაგრამ ცოტა ის აი რაც ამოიღეთ მაგციგნიდან. დიახ. აი თუ მოკლედ თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება გითხრათ ამ წყაროებზე დაკავშირებით. რაც ამოიღეთ და რომ ეს ხო სუბიექტური მოსაზრება თქვენი. რომელიც საინტერესოა. რა არის იცით არა რაღაც განსაკუთრებულს ახლა ვაფერს ვერ იტყვი მე უფრო ის ამოვიღე სადაც აი ამ მოვლენების და ფაქტების კომენტირებას ხედავთ წყარო რა არის აი რა არის ეს წყაროები რუსეთის ქცევის რუსეთის ქცევის წყაროები ორი მთავარი წყაროა როდესაც აი რუსეთის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკა უმთავრესად ეს არის რუსეთის ეს ორი წყარო შედგება რუსეთის შიდა პოლიტიკისგან შიდა პრობლემები ქვეყნის შიდა რეალობა და საგარეო პოლიტიკა სამხედრო პოლიტიკური კუთხით უპირველეს ყოვლისა. აი ეს სამხედრო პოლიტიკური ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება გადამწყვეტი. აი რუსეთის მუდმივი გაფართოება მე-18 საუკუნიდან აი ამ ფენომენთან და აი ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ერთხელ რო გითხეს ეკატერინე იმპერატრიცას, რომ აი როდის უნდა დამთავრდეს რუსეთის გაფართოება, ხო? ყოველ წელს რუსეთი დაახლოებით იმატებდა იმდენ ტერიტორიას, რაც დღევანდელი ბელგიაა. აი ეკატერინეს პასუხი იყო, რომ მე იმდენად დიდი სახელმწიფო მაქვს, იმდენად რთულია მისი საზღვრების დაცვა, რომ ერთადერთი გამოსავალია სულ ფართოვდებოდეს ეს საზღვრები.
აი ეს ფილოსოფია შეიძლება იტყვას, რომ მე-19 საუკუნეშიც რელევანტური იყო და აი გარკვეულწილად მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, ასე ვთქვათ, აი მუდმივი გაფართოება. და მეორე შეკითხვა ხდება აი ეს ხეთკენ მივდიოდი გიორგი მამატებს და აი ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში რომელიმე იმპერია თუ გაგონდებათ, რომელიც სხვა მთლიანობაში ვამობ, გარკვეული უტრირებით ლოგიკას მისდევდა. სხვა ლოგიკას მისდევდა და რომელიმე იმპერია თუ გაგონდება და ეხლა ესე ვიგონებ რომ თქვას რომ არა მე მივახციე უკვე ზღვას და 10 აღარ გავფართოვდები. რომელი იმპერიები ერთმანეთს გვანან ხა ერთმანეთისგან იღებდნენ ბევრს. იმიტომ რომ რასაც ვუყურებ ხა ყველა იმპერიას ეჩვენება რომ მიაღწევს რაღაცას მერე აი მის ინტერესები იწყება უკვე იმის იქით და ეს უნდა დაიცვას. ხო, სწორი კითხვა რა თქმა უნდა. ნუ აი ასურეთიც აი რეალურად მაგას შევხედოთ, ევროპული იმპერიები ცოტა განსხვავდებოდნენ ამ ლოგიკისგან, იმიტომ რომ რუსეთი მაინც ტერიტორიას ითვისებდა და საკუთარი იმპერიის ნაწილად აქცევდა, იმათ კოლონიები ჰქონდათ როგორც ეს. ის მაგალითად ჩინეთი და ინდოეთი არ იყო ბრიტანეთის ნაწილი, ესე ვთქვათ, ბრიტანული იმპერიის ნაწილი, ის იყო უბრალოდ კოლონია, საიდანაც რესურსები უნდა ამოეკაჩა და წაიღო თავის ცენტრში. ანუ ეს ესეთი მოდელი იყო, თორე იგივე საფრანგეთის აფრიკის კოლონია ასე შემდეგ. ნაპოლეონის ინტერესები სათვალდებოდა. თქვათ. ნაპოლეონი იყო მასეთი უფრო ტერიტორიული იმპერია. ასურეთის ინტერესები სათვალდებოდა. სადამდესაც, არა, რასაუბრეთ, იმპერიის მოდელი თვითონ რო თქვათ, რამე უცნაური კი არა, ჩვენ ხო საქართველოსთან მოდივართ ხოლმე და სათუნა ვიყოთ, რომ დიდი იმპერიას სხვა ლოგიკით მოგებს, ისე იგი, აი ეს ჩვენ ბავშვ სკოლაში ვასწავლეთ, ახლა არ ვიცი ის არ გავცვლი სალსაკის კი არა, სხვას არ წავართვებს სამშობლოს ხო და ეს არც ნურცური შეგვეცილება. სამშობლოს არ ვისავართვეთ, ნურცური შეგვეცილება. ეს არის ძალიან კარგი, სწორი მოწოდება, მაგრამ ეს არის ჩვენი პატარა ქვეყნის თვალით დანახული მსოფლიოს. იმიტომ რომ დიდი აი ახლა დანა პუტინმა ხო თოთახდისინ და რამე გასო სად არისო ისო და სადაც რუსი ჯარისკაცი დადგავს ფეხსო ისო რუსეთიაო ხო და ეგერ არის კიპლინგის ლექსი ცნობილია გერმანულმა თეთრკანიანის თვირთი ხო ეგეთივე გასრიარეთული დეთვირთი ზვიცვიანენ ზვირთი წარშეკულება ზიდეთ თეთრკანიანის თვირთი და მთელი ამბავია მისი იყო აბა იმეს ეთქვა რომ მისი არ იყო ინდოეთი აგერ თუ კრხლობაში არ ჩავმერ თუ აგერ გრენლანდია მიაჩნია რომ მისია ხო რატო მიაჩნია რომ მისია და აბა და უამრავი მომხრეყავს აბა და იმიტომ რომ აგერდებს და მისია ხო ნუ იმპერიები ერთმანეთს ჩვენ აგერ ისტორიაში საქართველოს მიაჩნდა რომ ნამდვილად გულწრფელად ვისი იყო ის კი არ ქონდათ რამე ქართველთა მტრობა შახაბასაც ეგონა რომ საქართველოს მისი იყო და სულთანსაც ეგონა რომ მისი იყო და რუსეთს რამე ხო და რას ვამბობ რომ წყაროებში რას უნდა ველოდოთ რომ დიდი იმპერია სგან ყოველთვის უნდა ველოდოთ მე ესე მგონია ამბავს რომ თავის ინტერესების დაცვას ყოველ შემთხვევაში ხაჟოი საქართველოს ჩვენ ესე ვთქვათ საქართველოს რო დავდექით ფეხზე და ცოტა ესე გავიხედეთ საქართველოსაც მიაჩნდა რომ მისი ინტერესები ცოტა იქცველდებოდა სხვა შორის აგერ არის ქართლის ცხოვრებაში იმიტომ რომ მივიდნენ და თამარ მეფეს უთხრეს ესე წერია ხმალცო მოგვიშვიდაო მეფეო ესე არ არისო და შეესია სპარსეთს აი ცით მას ზბიგნევ ბზეჟინსკისა კარგად აი ამ იმპერიებზე დიდ საჭადრაკო დაფაში აი თქვათ იწყება რომიდან აი ყველაზე დიდი იმპერიები უდიდესი რომის იმპერია მონღოლები ნუ აი მაგის თეზა ესეთია რომ ნუ ზოგი იმპერია მხოლოდ ძალის მეშვეობით იპყრობდა და ფართოვდებოდა მაგრამ რომის იმპერიას იყო ასე და ქონდა ამბიცია ცივილიზაციური უპირატესობისა
ხო, ესე აი ამ ცივილიზაციური უპირატესობით ესე ბჟეჟინსკი შედიურად წერს, შედიურად აზროვნებს და მას შეუძლია მოვლენები ესე ლამაზად მოგაწოდოს ეს საინტერესოა სხვადასხვა და მაგაზე მე ვიფიქრე ბევრი მაგრამ აი რომ შევხედავთ ისტორიას სხვაგვარადაც შეიძლება მოყვე რომის ისტორია რომ თლათ ის ხალხი ვისაც რომი ეს ლამაზად ცივილიზაციურ უპირატესობად და იქ იყო ჯვრებზე გავკრები და ხოცვაჟლეთ ადორასო აი საინტერესოა მონღოლებს არ ქონდათ ეს ამბიცია ეს იყო წმინდა მონღოლები ესე არ ყვებოდნენ თუმცა შეიძლება მოვაყოთო დიდი ცივილიზაცია და შეიძლება ესე წამიკითხავს რომ მონღოლების ლაშქრობა როგორ მოიტანა დიდი ცივილიზაციური გაშლილობა იქ აბრეშუმის გზა და რაღაცა ბჟეჟინსკი რასაც ყვება ძალიან საინტერესოა ყვება იმპერიის სიკეთეზე აი მონღოლებს ამ სიკეთეს უფასებს ასე ვთქვათ ის რომ იყო სტაბილურობა იყო დიდი სავაჭრო სივრცე ხო ესე ყვება რომ ნახე მაგალითად რომ იმან გადაყლაპა დიდმა პატარა ნახე რა ხელა სიკეთეა ასე ყვება ხო და მე ხრამწუში ყვები და რასაკვირველია ამ ხედვას ჩვენ ვერ წავშლით იმპერიები ესე უყურებენ დღესაც ესე უყურებენ მე ესე მგონია იმპერიები მაგრამ მეორე ხედვაც არის პატარა ქვეყნების ხედვა ეხლა ბჟეჟინსკი დიდ ქვეყანაში იყო და იქიდან უყურებდა რასაკვირველია რომი და ამას ხარ რას ვიზამთ ბჟეჟინსკია და ესე უყურებს რომი გასაგებია რომში დასაც გულისხმობს ის მთლიანობაში ამბობს რომ ეს არის ნაპოლეონიც ესე უყურებდა და სიკეთეა და სხვადასხვა მონღოლების ამბავი რომ ესე დაიწეროს დადებითად ისიც ძალიან ესეთი ხო აი ამ დადებითად ჩვენ დადებითად უყურებთ ძალიან რომ ჩვენ შეგვიძლია ახლა ცივდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს ჩამქოლავენ ახლა მაგრამ არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში მაგრამ არ მოგწონს ჩვენ ეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ყოველ შემთხვევაში არის ხალხი რომ მოგწონს ეს ხო იმიტომ რომ ჩვენც უყურებთ და შეგვიძლია აღვხსნა ნიკოფსი და მაგრამ დარუბანდამდე რომ ხო მე შენი ინტერესები დარუბანდის იქით იწყება იმიტომ რომ ესეა ნუ რუსეთი ამ ადამიანები ვართ ჩვენ მთლიანობაში ეხლა რუსეთის იმპერიისთვის ეს ძალიან სწრაფად მოხდა ერთ დღეში მოხდა 91 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი დაიშალა და ტერიტორიულად დაკარგა ის რაც 300 წლის განმავლობაში ბრძოლებით სისხლით აგროვებდა ბალტიის რესპუბლიკების ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახით დაკარგა მან ორი პორტი უმნიშვნელოვანესი სტანილი და რიგა რომლებიც წლის განმავლობაში ხო ბალტიის ზღვაზე შუა აზია დაკარგა ცენტრალური აზია რომელსაც ორი საუკუნე გადაყვა და დიდ ბრიტანეთთან კავკასია დაკარგა თელი ასე ვთქვათ აი აღმოსავლეთ ევროპა დაკარგა რაც ბრძოლებით და მეორე მსოფლიო ომის მოიგო სისხლით მილიონიანი მსხვერპლი ეს მათი გადასახედიდან ვიმეორე თუმცა სხვა ქვეყნების გადასახედი იმ ქვეყნების გადასახედიდან რომლებიც განთავისუფლდნენ აბსოლუტურად სხვა ხედვა მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა ჩვენ საქართველოს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და მივახციეთ ჩვენ იმ ჩვენს სანუკვარ ოცნებას აი რუსეთის ხედვა ასეთია ეხლა ეს ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე იმისათვის თუ აი რატომ იქცევა ესე რატომ ხედავს ის სხვანაირად და რატომ იქცევა ასე აგრესიულად ეხლა 92 წლიდან როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი გახდა პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი რუსეთი აწარმოებს ძალიან განსხვავებულ პოლიტიკას იმასთან შედარებით რაც დღეს იქ ხდება პირველი ვიზიტი ბორის ელცინისა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 92 წელს და გამოვიდა კონგრესში სიტყვით რომელიც დაასრულა შემდეგი მიმართვით უფალი ფარავდეს ამერიკას უფალი ფარავდეს რუსეთს ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ დღევანდელმა პრეზიდენტმა რუსეთისა ასეთი რომელიმე პოლიტიკოსმა ასეთი რამე რო თქვა უფალი ფარავდეს ამერიკას. აი ასეთი განწყობა იყო რუსეთში. ფარადის ამერიკას რატო არ მოულოდნელ? რუსეთში დღეს ტრამპმა თქვა ძალიან საინტერესო გაცხრა უფალი ფარავდეს ირანს და უფალი ფარავდეს ისრაელსო. ხო, ვინ თქვა ეს? ტრამპმა. ტრამპმა ხო, მაგრამ ნუ ეხლა მე ვამბობ რომ რუსეთში ასეთ რამეს ვერ იტყვი უფალი ფარავდეს ამერიკა მტერია დღეს. მართალი გითხრათ ტრამპისგანაც ესე ვთქვათ ესე თლათ იმაში არიჭდა. ისევ იცით
უცნაური იყო რომ ბევრჯერ გადავამოწმე ხო ნამდვილად თქო უფალი ფარავდეს ირანს და უფალი ფარავდეს ისრაელს ნუ აი ასეთი განწყობა იყო ხა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში და რუსეთშიც იყო ძალიან ძლიერი პროდასავლური განწყობები. არა მხოლოდ განწყობი პროცესი წარიმართა ესეთი აბსოლუტურად. ესე იგი ფსიქოლოგიურად რუსეთი მზად იყო, რუსეთის ელიტა, ინტელიგენცია, პოლიტიკური წრეები მზად იყვნენ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და გადაიდგა კიდევაც ეს ნაბიჯები რუსეთმა დაიწყო ძალიან აქტიურად თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი ბირთვული განიარაღების სფეროში. ანუ ვეგეტარიანელი ხდებოდა რუსეთი პოლიტიკურად. მზად იყო რუსეთი. ხო, ჩაერთო რუსეთი მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში, ნატოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში. აი მაშინ ნატოს მისიაში მუშაობდი ბრიუსელში და აი პირდაპირ ისეთი თანამშრომლობა მიდიოდა ნატოსა და რუსეთს შორის, რომ იყო მოლოდინები, რომ საერთოდ ისტორია გონი მართლა დასრულდა, გონია ეს ისა რა ქვია ფუკუიამა მართლა სწორია, როცა ისტორიის დასასრულის შესახებ და ახლა ნუ ერთიანი ევროპული სახლი, რომლის წევრიც რა თქმა უნდა რუსეთიც არის. ესე იგი 97 წელს დასრულდა რუსეთის დიდ შვიდეულში გაწევრიანება, ევროკავშირთან იწყებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, 97 წელსვე ხელი მოეწერა ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლურ აქტს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მომენტები იყო ჩადებული. თუმცა რუსეთს ეს მთლიანად არ აკმაყოფილებდა. მას უნდოდა იურიდიული გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა და ამბობდა, რომ ეს კეთილი სურვილების ჩამონათვალი კარგიაო, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება. ამაზე ნატო მაშინ არ წავიდა, ფილოსოფია ესეთი იყო, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლება, რაც მართლა ასეა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრება. ამაზე რუსეთს ჰქონდა პასუხი. რომ უსაფრთხოება უნდა იყოს ერთიანი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის. ისი არ შეიძლება რომ ვიღაცა იყოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, გარანტირებული, მისი უსაფრთხოება იყოს დასული და მეზობელი ქვეყნის ამით მეზობელი ქვეყნის უსაფრთხოებას რაღაც რისკები შეექმნათ. თავის თავს გულისხმობდა ის და ნატოს გაფართოებას და ზოგადად კი განწყობა ასეთი იყო, რომ ყველა ცდილობდა რუსეთთან მაშინ ღრმა თანამშრომლობას. პრეზიდენტ კლინტონის ხედვა ზოგადად რუსეთის მიმართ ასეთი იყო და აი ამ ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური სივრცის მიმართ. რუსეთი უპირველეს ყოვლისა. ანუ თუ მოხდება რუსეთის დემოკრატიზაცია, რუსეთის დასავლეთთან ინტეგრირება, ცივილურ, ასე ვთქვათ, სამყაროში მისი ინტეგრაცია, ეს დადებითად იმოქმედებს მის გარემოცვაზეს, მის სამეზობლოზეც. აი ასეთი ხედვა იყო. რა ჩვენ აი ამ თვალსაზრისით ცოტა გვაღიზიანებდა ვაშინგტონის პოლიტიკა, ვამბობდით, რომ როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ აი ჩვენ ვცდილობთ ახლა რუსეთის გადაყვანას მღრუე წყალში, მღრუე მდინარეში, რომ იქით ნაპირზე გადავიყვანოთ და ახლა ყველასათვის არ ვცალია, ჩვენ ვამბობდით, რომ კი თქვენ კი გადაგყავთ იქ, მაგრამ უთხარით რამ რუსეთს, რომ ჩვენ რას გვერჩის მაშინ ესე რუსეთი კი აღიარებდა აი ამ საერთაშორისო სამართალს, ერთიან ფასეულობებს, უნივერსალურ ფასეულობებს, მაგრამ ამავე დროს სამეზობლოს მიმართ სხვა პოლიტიკა ჰქონდა, მეორე სტანდარტი ჰქონდა. ტერმინის ასე ვთქვათ შეიქმნა მაშინ ახლო სამეზობლო, ბლიჟნიე ზარუბეჟი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ჩემი სამეზობლოა, ჩემი სფეროა, გავლენის სფერო. ამაზე ის უარს არ ამბობდა. თუმცა აი ამ ერთიან ასე ვთქვათ, ხოდა ერთივიდა ფასეულობებს აღიარებდა და ეს ჯერ კიდე იქიდან ჰქონდა გამოყენებული გარბაჩოვის პერიოდიდან. ელცინის პოლიტიკა რო გაგრძელებულიყო. დიახ. ელცინის კურსი თუ შეიძლება ითქვას.
და მათ შორის აი დასავლეთთან ეს ინტეგრირება და იმ რაკურსით ვიდავე თავიდანვე თქვა ეკატერინე ბრატბზანა თქვენ რომ მოიყვანეთ რომ ძალიან დიდი ვართ იმისთვის რომ უომრად შევინახოთ ჩვენი თავიო ხო თავარი წყარო რაც მე მგონია და თქვენ თავარი წყარო ეს არის რუსეთის მოქმედების ის სხვა ტიპის ეგერ ვლადივოსტოკიდან იმამდეა ხო? დედამიწის მე-6-დია თუ მე 7-დი ხო მაინც დარჩა რა მე-6-დი იყო რო გვასწავლდნენ. ეს რამდენად მოხდებოდა აი დღევანდელ 25 წელი რო რუსეთის შენარჩუნება. ეს ხო ნიშნავს რომ ეს იმპერია რამდენად შეენარჩუნებდა საკუთარ თავს ამ სახით. ნუ ხა ძალიან სერიოზული გამოწვევები ქონდა მაშინ რუსეთს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი ვეგეტარიანელი თუ გახდება ეს რუსეთი და იტყვის რომ დღეიდან ხადამგელი ერთად ზოვდეს მგელმა უნდა დაიწყოს ზოვა ხო თხას არაფერი არ აქვს ჩვენ რა გვინაღლება იმის შეერეგოს ახლა ჩვენ ქევიდებით აი აქ ცდილობ აი ამ 90-იან წლებში აი ამ ანუ რუსეთის რამდენად უნდა ველოდოთ შეხსენებას კითხველისთვის რამდენად უნდა ველოდოთ ახლა აი მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე მომენტი იყო და აი მართლა აი ეს პასუხი ამაზეა გასაცემით რატომ დაუბრუნდა ის რატომ მოხდა აი რევანშისტული ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივება და აღზევება ისევ რუსეთში ნუ რა თქმა უნდა ეკონომიკა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა ის შოკური თერაპია რაც პუტინის დროს დაიწყო ეს იყო სრული კატასტროფა სრული გაღარიბება ელცინის დროს ბოდიში მე რა ვქება პუტინი ხო ბოდიში ელცინის ელცინის დროს რა თქმა უნდა შოკური თერაპია ამ შოკური თერაპიის განხორციელებაში მაშინ დასავლეთი გვერდზე ედგა და ამერიკის შეერთებული შტატები ამას აფინანსებდა რუსეთს იმდენი თანხა გამოუყვეს აი პარგია რომ რიგით რუსმა რა დაინახა დაინახეს ის რომ მოგვატყუეს ხო და მოგვატყუეს გაგვაჩანაგეს გაგვაღარიბეს სხვათა შორის შარშან კონგრესის ბიბლიოთეკაში მოხდა გაიხსნა ასე თქვა მკითხველისათვის ფართო საზოგადოებისათვის იქ ხო რაღაც ყოველწლიურად ხდება რაღაცა ეს საიდუმლო დოკუმენტების საჯაროზე გამოტანა. ძალიან საინტერესო დოკუმენტები, რასაც მეორე გრძელი ტელეგრამა დაარქვეს. ვინმე when Mary იყო 90-იან წლებში ასეთი მაღალი დონის დიპლომატი ამერიკის საელჩოში, რომელიც აი ამ შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობდა, ანალიტიკოსი იყო იქ და ის აგზავნიდა სახელმწიფო დეპარტამენტში შესაბამის ინფორმაციებს და ის ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა აი ამ შოკური თერაპიის ფილოსოფიას, პრაქტიკას და თვლიდა რომ ეს შოკური თერაპია დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთი განსხვავებული ქვეყანაა, სპეციფიური ისტორიით სპეციფიური ბიოგრაფიით, ამიტომ ასეთი მიდგომა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გადაწყობა საბაზრო რელსებზე, ეს არის დამანგრეველი არა ეკონომიკისათვის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენ მივიღებთ რუსეთში რევანშიზმს. აღმოცენდებიან რევანშისტული ძალები და ყველაფერი ეს უკან შემოგვიტრიალდება. აი ეს ყველაფერი აქ მოყვანილი მყავს ციტატები მისი მიდან რა ქვია ტელეგრამებიდან რაც სამწუხაროდ შემდგომ გამართლა და 2008 წელს მოხდა დეფოლტი, ჩამოიქცა ეკონომიკა, ფინანსური კრიზისი 98 წელს. მთავრობა პრემიერ-მინისტრი გადადგა და ეს იყო კატასტროფა ხალხმა დაკარგა ყველაფერი რაც ჰქონდათ ბანკებში, პირად ანგარიშებზე, ვალდებულებებზე ვარი თქვა რუსეთმა დასავლეთის მიმართ შიგნით ბანკები დაიხურა კატასტროფა იყო 1-2 ბანკი დარჩა რომელიც იქ ემსახურებოდა მოსახლეობას და ვარი არ თქვა თავის ვალდებულებებზე სხვათა შორის ერთადერთი ბანკი მე მგონი ის ბანკი იყო რომელსაც მაშინ იქ რუსეთში ივანიშვილი ხელმძღვანელობდა ეს იყო აი წარმოუდგენელი რამე გააკეთა იმ ბანკმა მაშინ ყველა ვალი გაისტუმრა აი ესე პირნათელი აღმოჩნდა თავისი ასე ვთქვათ კლიენტების მიმართ ეს იყო უმძიმესი გამოწვევა რუსეთისთვის მაშინ გაჩნდა ეს განცდა
აი ეკონომიკური, სოციალური ფონი ესეთი შეიქმნა. დასავლეთმა მოგვატყუა. რაღაც 0 რაღაცა პროცენტმა ჩაიგდო ხელში მთელი რუსეთის ეკონომიკა. დასავლური კომპანიები დაეუფლენ იქ ძალიან მნიშვნელოვან აქტივებს ენერგეტიკაში, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ სფეროები რაც არის, წიაღისეული და ასე შემდეგ. აი ეს რევანშისტული განწყობები მაშინ ძალიან სერიოზულად ეს ხوار გავს და გავს აშკარად იმას რაც მოხდა გერმანიაში. აი იყო მაშინ ესეთი შედარება. ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეს რომ გერმანიის პრობლემა გადაეწყვიტათ და რო იყვიან ბოლომდე უტირეს ყოფა და გაჩნდა გერმანული ჰიტლერი გაჩნდა ეს ვერსალის სინდრომი. ეხლა დღეს რიგითი რუსი რო უყურებს რიგითი რუსი საშუალო რუსი ესეთი ვირტუალური რუსი. დიახ. ხო, ვირტუალური კონკრეტული. საშუალო სტატისტიკურ. არის ორი რაღაცა აქვს, ელცინის რუსეთი, დარქმევს ამას სახელს და პუტინის რუსეთი. ამბობს რომ მე აქ ყოფას პტირობდნენ და მე ახლა აღარ ვიქნებოდი და ახლა ვარ. და ვაგზელებ იმ ეკატერინეს პეტრეს და დიდი ნაწილი მოსახლეობის ახლა ჩვეულებრივი რუსი. ну დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი ასე ფიქრობს. და სხვა შორის როცა სანქციებს უწესებდნენ მე რასაც ვკითხულობთ ხო იქიდან და მილიარდელებს რო დაუწესეს და ეს არ გამოიწვია ამან დიდი განცდები რუს პირიქით შეხარო ძალიანაც კარგი აი ცით რა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მილიარდელებს თუ ეხლა თუ შევადარებთ იმ თანხებს აქ ციფრებიც მაქვს მოყვანილი რაც დასავლეთმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუყო აი ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აი ყველა ეს რო გავაერთიანოთ ერთად იმაზე ნაკლებია რაც რუსეთს გამოუყო რუსეთს მხოლოდ რუსეთს უფრო ფინანსურად უფრო მეტი დახმარება ერგო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიდრე სულ ყველა სხვა ამ 14 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ეხლა აი რუსეთის და მოსახლეობის თუ ელიტის უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ნუ იბადება კითხვა. ისე ჩვენში რო დაჟეს რავალი ქონდა ეხლა ამისთან ამერიკას საბჭოთა კავშირის მიმართ. რავალი ვერ გაისტუმრა მთელი ამ ცივი ომის განმავლობაში იმ ქვეყნისა, რომელიც განადგურებით ემუქრებოდა დასავლეთის თელ სამყაროს და მეორე კითხვა დიდი ბოდიში აი რუსეთი როგორ დაეხმარებოდა ერთ საინტერესო ამერიკაში ომში რო გაემარჯვა ეს კითხვაც ხო საინტერესოა რა მან ესეთი თემა ცხადია რომ არანაირი ვალი არ ქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის მიმართ პირიქით საბჭოთა კავშირის ქონდა ლენდ-ლიზი თვალი და დაუბრუნეს 2002 წელს დაასრულეს მე როგორც მახსოვს ამ ფულის სამვალის გადახდა მაგრამ საკითხი რა შეიძლება ერთი თქვენს გაქვთ ეს მოყვანილი წიგნში რომ ამ თანხების უმეტესობა პერსონებთან წავიდა და არა ქვეყნის ეკონომიკას ეს იყო გამაღიზიანებელი ქვეყნის ეკონომიკას კერძო ანგარიშებზე დაილეკა ქვეყნის ეკონომიკას არ მოხმარებია ეს ერთი და მეორე მაგალითად ჯეფრი საქსი იხსენებს ზუსტად მაგ პერიოდს აი შოკური თერაპიის პერიოდს რომ და განსხვავებულ მიდგომას მაგალითად პოლონეთსა და რუსეთთან მიმართებაში ხო რუსეთში თუ ხდებოდა ესეთი უხეში რა ქვია მაგას პრივატიზაცია და აი ამ მთელი აი ამ რესურსების რუსული ეკონომიკის ასე ვთქვათ ნედლეულის ექსპორტიორად ქცევა ხო საექსპორტო ქვეყნად ქცევა განსხვავებით პოლონეთისა რომელშიც ხდებოდა ინვესტირება წარმოების პროცესების სახალისებისთვის ხო და ჯეფრი საქსი ამბობს რომ როდესაც მივედითო და უთხარითო რომ მოდი რუსეთშიც ესე გავაკეთოთ ანუ თუ მართლა გვინდა რომ რუსეთის დემოკრატიზაცია მოხდეს, მისი ეკონომიკაც დავამსგავსოთ ჩვენს ეკონომიკას. დიახ. და როგორც პოლონეთში ვიქცევით და თქვა პოლონეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ წარმოების წახალისებით, ისე გავაკეთოთ რუსეთში. ჯეფრი საქსს რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს მოყოლილი. და კატეგორიული ვარი მივიღეთ ამაზე. ანუ კი იყო ჯგუფი რომელიც ახდენდა ვთქვათ ესე ვთქვათ კაპიტალიზმის შეტანას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის აი ამ ვარშავის აქტის ქვეყნებში, მაგრამ განსხვავებული იყო კონკრეტულად რუსეთთან მიდგომა. რუსეთში ხდებოდა ასე ვთქვათ ოლიგარქიზაცია და ამის ხელშეწყობა ეკონომიკის პროცესში. დიახ. ეს იყო მთავარი მომენტი და რა თქმა უნდა ვალი არანაირი არ ქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ მთელი ამბავი რა არის
ამ ფულის ხარჯვას, ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში, ინტერესი ქონდა, რომ რუსული ნედლეული მოხვედრილიყო იმ ადამიანების ხელში, რომელსაც გააკონტროლებდა შემდეგ დასავლური. ახლა მაშინ რა თქმა უნდა, ეს დასავლური კომპანიები ძალიან აქტიურობდნენ და ბევრი რამ შეისყიდეს რუსეთში. ეხლა ანუ ვალს არ უხდიდა, პირიქით ცდილობდა რესურსებზე კონტროლის მოპოვება. კიდე ორი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, აი იმის საპასუხოდ, რაც თქვენი კითხეთ, აი ეს რევანშისტული განწყობილება კიდე რამ გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენთვის ცოტა გაუგებარია აქ საქართველოში, ზოგადად ბევრისთვის გაუგებარია, არა მარტო ჩვენთან. ეს იყო იუგოსლავიის ამბები და კოსოვოს თემა. ეხლა რუსეთს სერბეთთან ისტორიული კავშირები აქვს და თვლიან, რომ ესენი არიან ძალიან ახლო, ასე ვთქვათ, ერები. აი ის რაც მოხდა იუგოსლავიაში, რუსეთში მიიჩნევდნენ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატომ დაიწყო ბელგრადის და ყოფილი იუგოსლავიაში აი ამ ობიექტების დაბომბვა, ამას მოყვა უმკაცრესი რეაქცია მოსკოვიდან. მაშინ ახალი პრემიერ-მინისტრი პრიმაკოვი მიფრინავდა ვაშინგტონში ვიზიტად იყო, როდესაც ნატომ დაიწყო ბელგრადის დაბომბვა. პრიმაკოვმა შემოატრიალა თვითფრინავი და წამოვიდა უკან და ჩამოვიდა მოსკოვში. ეს აი მე დიდ შეტრიალებად, დიდ შემოტრიალებად მოინათლა ეს ჟესტი. პრიმაკოვი, რომელიც ერთ-ერთი დასავლურის იყო, ხო? ხო, მაგრამ არა, პრიმაკოვიც კი, იმიტომ მაგნაფტოს, რომ პრიმაკოვიც ყველაზე დასავლური, ესე იგი, მისთვის ესეც კი წითელი ხაზი არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. პრიმაკოვისთვისაც კი. ეხლა სხვები წარმოგიდგენია რა გაწყობილი. აი ეს შემოტრიალება მოხდა, მაშინ უმკაცრესი განცხადებები გაკეთდა, ესე იგი, მთავარი რა იყო რუსეთისთვის, რომ დასავლეთი ისეთ ნაბიჯებს დგავს უმნიშვნელოვანეს ევროპაში, რაც არღვევს მსოფლიო წესრიგს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეჯერებულს და შეთანხმებულს. ეს ყველაფერი არის გაეროს წესდების წინააღმდეგ. გაეროს მანდატი, უშიშროების მანდატი, მკვეთრად გამოკვეთილი მანდატი ნატოს მართლა არ ქონდა. იმისათვის, რათა ძალა გამოიყენებინა ამ ფორმით იუგოსლავიაში. არ ქონდა. ამის მანდატი, თუმცა ისე რო ვთქვა, გაჭრილად არ ქონდა. მაგრამ მაშინ ნატოში და დასავლეთში ასეთი ფილოსოფია იყო, ასე ვთქვათ, ფეხმოკიდებული, რომ აი რა ვქნათ მაშინ, კარგით, უშიშროების საბჭოში ვერ მივახციეთ კონსენსუსს. რა ვქნათ, ესე იგი, უყუროთ, რომ გენოციდი ასეთი უბედურება ხდება ევროპის შუაგულში, მიდის ეთნიკური წმენდა, რაც შეიძლება მოედოს თეულ ევროპას, აი ეს ასე ვთქვათ, გავრცელდეს სამეზობლოზეც, ეს ხო უნდა შეჩერდეს. ერთი შევთავაზეთ ამ მილოშევიჩს, მეორე, აი ეს რამდენიმე წელია ვცდილობთ შეჩერებას, საბოლოოდ იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ ძალა, აი ამ კატასტროფის შესაჩერებლად. ასეთი ფილოსოფია იყო, რომ აი ასე ვთქვათ, აი ეს ჰუმანიტარული ასეთი მისია უფრო მაღლა დგას ამ შემთხვევაში, ვიდრე საერთაშორისო სამართალი. ახლა როგორც გინდათ ისე იფიქრეთ ამის შესახებ, პრინციპში ამაში რაღაც აი ასეთი რაღაცა ლოგიკა შეიძლება ამოიგითხო, მაგრამ ეს აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი რუსეთისთვის. ეს ანგრევს საერთაშორისო წყობას. თქვენ ეს შეგიძლიათ, კაშინ, მაშინ ჩვენს ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ხედვის და მიხედვით ვიმოქმედოთ. აი ეს კოსოვოს ამბავი იყო უმნიშვნელოვანესი 19 წელს და მერე 99 წელს ის რაც მოხდა კოსოვოში და ასე ვთქვათ, იქ უკვე ბელგრადში. ხო, ეს საერთოდ ასე ვთქვათ, კოსოვო ფაქტობრივად მაშინ დაიწყო სერბეთიდან გამოყოფა, მაშინ აი ნატომ ამას ხარი დაუჭირა. ამაზე იყო აი უაღრესად კრიტიკული რეაქცია. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, ნატოს გაფართოება. ნატოს გაფართოების წინააღმდეგ იყო რუსეთი, მეს კარგად მახსოვს, აი მაშინ ბრიუსელში ვიყავი და ვხედავდი რანაირად რეაგირებდნენ რუსები, სამხედროებიც იყვნენ, იქ სამხედრო წარმომადგენლობა ჰქონდათ. აი ასე პირდაპირ, აი წარღვები ეძაბებოდათ, როდესაც ამაზე იწყებოდა ლაპარაკი. მათი აი ლოგიკა ესეთი იყო, რომ ჩვენ შევთანხმდით ჯერ კიდევ გარბაჩოვის დროს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, ჩვენ ამიტომ მოგესით თანხმობა გერმანიის გაერთიანებაზე, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ჩვენი შეხვედრის დროს ამაზე, თქვენ ამას არ ღვევთ.
მაგრამ ეს მაშინ იყო ძალიან პოპულარული დასავლეთში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ემუდარებოდნენ დასავლეთს, რომ ჭირდება თქვენი უსაფრთხოების ქოლგა, კი რუსეთი დღეს ესეთია, რუსეთი დღევანდელი იელცინის რუსეთი ჩვენ არ გვემოკრება, მაგრამ რა ვიცით რა მოხდება ამ რუსეთში ხვალზე, მაზეგ. ამაში ლოგიკა რა თქმა უნდა არის. და სანამ სუსტია რუსეთი, ბალომდე სანამ სუსტია რუსეთი. გავტრათ ახლა ეს. ნუ ფაქტობრივად ეს ამას ნიშნავდა. ესე იყო, რატომი და ჩაგიჭრათ და ეკითხრათო. ესე იყო, რომ სამ გერმანია, რომელიც პრობლემებს ქმნის პირველ მსოფლიო ომის მერე, მოდი ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ეს გერმანიის. მაშინ ესეთი ფილოსოფია იყო. ხო, ესეთი ფილოსოფია იყო და ეხლა გავიდა 20 წელი, ხო, 25 წელი და რას უყურებთ, რომ ამ რევანშიზმისგან გაძლიერდა და ეს რუსეთი, ჩვენ რატო ვამბობთ? აი ჩვენ გვერდზეა და ამიტომ უყურებთ, ხო? ეს რაც გინდა ეპითეტი შევაქვთ, გინდა ტირანოზავრი დავარქვათ, გინდა ის დავარქვათ, გინდა რომელი იმპერიასაც გინდა იმას შევადაროთ და დადგა ფეხზე ისევ ამ სიტუაციის შედეგად. ისევ გაძლიერდა და დღეს რას უყურებთ? აი გირგავა 20 წელიწადი ჩვენ ამ ფორმატით არ ვიცხდებით მანილაბარ 20 წელიწადი გავა და დღეს უკვე რას ხედავთ? რუსეთთან მიდის ჩვეულებრივი დიალოგი, დაიწყო უკვე თვალები ხოდა გავახილოთ რა. აგერ იგივე ამერიკა აწარმოებს ჩვეულებრივ დიალოგს. მაკრონმა დაურეკა თქვენ, აგერ არის რომ მაკრონთან შედგებაზე თვითონ ამბობს დასავლეთი უკვე უარს, რატომ ძალას უწევს ანგარის? ხო ეს ფაქტია, ხო? ტრამპი ამბობს ამას ხო არ ამბობს ვიღაცა ფიჯის კონსულის რავით პრეზიდენტი ყავთ თუ პრემიერი ყავთ? ხო ეყოლებათ ერთ-ერთი, მაგრამ ფაქტია რომ არ ამბობს, არ გავგიგია ყოველ შემთხვევაში. ეს ამბობს და ეს იმპერია ისევე დადგა იმ ფეხებზე, ანუ იმ ფეხებზე და იმავე ამბიციებით, რაც ეკატერინეს დროს იყო და ამ ლოგიკა, ესე იგი, რაც თავარი რატო მივდივარ თქვენ იმას და წყარო რა არის მისი, რომ ეს ისევ ამ სიტუაციით არის. ანუ ეს იმპერია სანამ არსებობს, დამსახით არსებობს, ესე ამ ლოგიკით მოიქცევა. აი ეს დიდი მიხვედრა ამას არ ჭირდება და რაღაცა თვალსაზრისით ვერ გაითვალა, როცა გაითვალა, აი თქვენ ახსენეთ ის არ მართალი გითხრათ არ ვიცოდი ისა. ის ვიცოდი და 27-ში რო და ის რო შეცდომა იყო რომ აი ეხლა ხო მოგახსენეთ. ესე იგი შეცდომა იქნა დაშვებული. ესე იგი ფაქტობრივად ამ თავისი ენერგიით ისე აი რო ეგონა, ყველას ეგონა რომ რუსეთმა დაამთავრა ესეთი განცდა იყო რომ მაშინ რომ ნუ მართლა მაშინ ახლა რუსეთს ბევრი არაფერი რესურსებსაც გავინაწილებთ, ის კომპანიები ამას იყიდიან, მაგრამ ეს იყო აი ესე ვთქვათ ორმხრივი ის იყო მაშინ რუსეთსა და დასავლეთ შორის ასეთი სურვილი ურთიერთი დაახლოების შორის ეს არ იყო ის განწყობა ხო რუსეთში აი ამ ფაქტორებმა ძალიან იმუშავა, ძალიან სუდად იმოქმედა. აი ეს ეკონომიკა ვიმეორებ, შიდა პოლიტიკური ვითარება ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება აი ამ კოსოვოს და იუგოსლავიის მოვლენების შემდეგ და ნატოს გაფართოება. ეხლა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მინდა გავიმეორო, რომ ეს არის სრული სუვერენული უფლება ნებისმიერი ქვეყნის. ეს მართლაც ასეა, არაფერი არ ირღვევა, ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, სამხედრო პოლიტიკური ნებისმიერ ქვეყანას საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს გაწევრიანების უფლება. ეს არის რეალობა, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალობა არ არის უბრალოდ, ეს არის ფორმალობა, მაგრამ რეალობა ის რომ რუსეთისთვის ეს აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი. ეხლა მაშინ 90-იან წლებში იყო ძალიან დიდი ეიფორია და ილუზიები. იქ ვთქვათ, ჩვენ რო ვიცოდეთ ის ჩვენი საფრთხე რომ მოდის სულ ეს კი არ არის, აი რა საფრთხე გველოდება ხშირად რომელი დიდი იმპერია მოითმენდა ისტორიის განმავლობაში მის გვერდზე. ანუ ეს ფორმალურად ერთია ნატოს გაფართოება, მაგრამ რომელი დიდი იმპერია მოითმენს მის გვერდზე მისვლას ჩვენ ხოლმე ეს ვიცოდეთ. აი წერდა 97 წელს, მაშინ იყო თითქმის სრული მხარდაჭერა აი იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უნდა გაწევრიანდნენ და მართლაც გაწევრიანდა პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. იყო სრული მხარდაჭერა, ერთსულოვნება რუსეთიდან მოდიოდა იმპულსები, მაგრამ რუსეთი მეტნაკლებად დააშოშმინა მაშინ აი იმ ორმხრივმა შეთანხმებამ, რაც გაფორმდა ნატოსთან 97 წელს, აი რომელიც მე ვახსენე პარიზში
მაგრამ იყო გამონაკლისი ხმებისა, რომლებიც ისმოდა დასავლეთში, იმის თაობაზე, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი გამოწვევა ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისათვის და ისევ კენანი. მინდა ვახსენო ისევ ჯორჯ კენანი, რომელიც მაშინ უკვე არის უდიდესი ავტორიტეტი დასავლეთში, მისი ეს გრძელი ტელეგრამა, ასე ვთქვათ, არის უკვე სახელმძღვანელოებში მოხსენიებული ყველგან. აი 97 წლის 7 თებერვალს მან გამოაქვეყნა სტატია სათაურით საბედისწერო შეცდომა და თუ შეიძლება წავიკითხავ ამას. აი რა წერდა ის? ნატოს გაფართოება ამერიკის პოლიტიკის ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ცივი ომის შემდეგ. ცივი ომის ეპოქის დამთავრების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გააღვივებს ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტურ ტენდენციებს რუსეთში. მას უარყოფითი გავლენა ექნება დემოკრატიის განვითარებაზე რუსეთში. აღადგენს ცივი ომის ატმოსფეროს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. უბიძგებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას ჩვენთვის საზიანო მიმართულებით. ეხლა მე ამის მერე წერდა მაყურებელსაც ვეუბნები, რომ თვითონ მაყურებელმა და მკითხველმა განსაჯოს სწორი იყო თუ არ იყო სწორი ჯორჯ კენანის პროგნოზი. აი ასეთი ვითარება იყო 99 წლისათვის, როდესაც იელცინმა დაასრულა თავის პრეზიდენტობა და გადასცა სადავეები პრეზიდენტში წერდა. ამას 97-ში წერდა. ანუ აი დასკვნის სახით თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ეხა აი რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ. შეიძლება აქ ნათქვამი მაქვს, რომ 90-იან წლებში დასაწყისში პირველ ეტაპზე ნამდვილად იყო რუსეთში სურვილი იმისა, რომ დასავლეთთან მოხდარიყო ინტეგრაცია, განხორციელებული იყო ძალიან ასე ვთქვათ, აი ყოვლის მომცველი თანამშრომლობა, თუმცა ხაზი ესმებოდა ყოველთვის, რომ რუსეთი უსაფრთხოების სფეროში შეინარჩუნებდა თავის სუვერენიტეტს. ნატოში გაწევრიანებაზეც კი იყო რაღაც მინიშნებები, თუმცა ყოველთვის ამბობდნენ, რომ ჩვენს ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სფეროში ჩვენ სუვერენიტეტზე უარს ვერ ვიტყვით. ეხლა ჩვენ რაკეტებს მაინც შევინახავთ, ხო? ეხლა ეს სერიოზულად არ განხილულა არასდროს, რადგან ეხლა რუსეთი თავისთავად იმხელა, რომ ნუ არ შეეტევა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში სრულყოფილად. თანაც ნატო ვერ უზრუნველყოფს ამ ხელა ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელსაც საზღვარი აქვს ჩინეთთან, ვისთან არა აქვს საზღვარი. ხო, ანუ პუტინის როცა გაპრეზიდენტა ერთ-ერთი პირველი შეხვედრის სახსენა, მან როგორც მახსოვს კლინტონთან ნატოში გაწევრიანების საკითხი. ახსენა დიახ და ეს სხვათა შორის, აი ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც, ჯერ კიდე ხრუშჩოვმა ახსენა, როდესაც ჟენევაში პირველად შეხვდა მას რა ქვია ეიზენჰაუერს, ამერიკის პრეზიდენტს, ეს 59 წელია თუ არ ვცდები. მან თქვა, რომ აი ჩვენ შემოვდივართ წინა ნატო ხო ღია ორგანიზაცია, საბჭოთა კავშირს უნდა გაწევრიანება და კარგად არის მაშინ, აი მოგონებებში აქვს იმას რა ქვია, იმ დროს მაშინ ცნობილი მას საგარეო საქმეთა მინისტრი, მუდმივი საგარეო საქმეთა გრომიკო, მისტერ ნეტ, ხო? რომ აიო 5 წუთიანი პაუზა იყო, არ იცოდა რა ეთქვაო. მუდმივად მომღიმარე ეიზენჰაუერს იმდენად მოულოდნელი იყო. მე უთხრა, კიო, დაგიბრუნდები პასუხს გაგცემ. პასუხი არ გაუციათ. ანუ, ნათელი იყო, ხო, ხრუშჩოვმაც იცოდა, რომ ამას დადებთ პასუხს ვერ მიიღებდა, წარმოუდგენელი ხა საბჭოთა კავშირი როგორ უნდა შესულიყო. მაგრამ აი ეს რაღაცა 30-40 წლის პაუზით რუსეთი ამ თემას წამოწევდა ხოლმე. აი 90-იანი წლები ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს მაშინ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. აი ჩამოვთვლი რამდენიმე 96 წელს ხელი მოვაწერეთ პარტნიორობის შესახებ ევროკავშირთან. ეს იყო პირველი ნაბიჯი. და მაშინ ოცნებობდით, ფიქრობდით, როდეს იქნება ახლა შემდეგი ნაბიჯი. 95-ში ნავთობსადენზე მოეწერა ხელი. მოეწერა და მე 99 წელს უკვე სტამბოლში გაფორმდა ეს შეთანხმება, უკვე ამას ელცინის იქ იყო სხვათა შორის, შევარდნაძე, კლინტონი და ასე შემდეგ. აი ეს ნავთობსადენისა და ზოგადად ახალი ფუნქციის შექმნაში ქვეყნისთვის პრეზიდენტ
შევარდნაძის დამსახურება უდიდესია, ისევე როგორც ჰეიდარ ალიევის. მაშინ გავწერიანდით ჩვენ პირველები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროპის საბჭოში. მაშინ დავიწყეთ ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან და ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც გაწევრიანდა მშვიდობისათვის პარტნიორობის ფარგლებში, დავიწყეთ ერთობლივი წვრთნების პროგრამების განხორციელება და ასე შემდეგ. ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. და მაშინ ეუთო 3-ზე სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსთან რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ. ანუ ეს ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსეთი მაშინ ამ ჭკუაზე იყო და პრინციპში დათანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთან ბაზებს გაიყვანდა, რაც მართლაც 2007 წელს დასრულდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო დიპლომატიური განსაკუთრებით. ქონდა ჩვენ სრული მხარდაჭერა მაშინ დასავლეთ. ევროკავშირთან, ნატოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აი მაშინ ასეთი დიდი დიპლომატიური წარმატებები ქონდა, მაშინ საქართველოს ძალიან კარგად ჩანდა ზოგადად აი ამ თვალსაზრისით. ასე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს 90-იანი წლები, მაგრამ მაშინვე თავს იჩენს აი ეს რევანშისტული განწყობები რუსეთში, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რაც ჩვენ ვახსენეთ, შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ის ნაბიჯები, რაც დასავლეთმა გადადგა და რაც რუსეთში აღქმული იქნა როგორც მის წინააღმდეგ მიმართული. რუსეთში არ აღიქვეს ნატოში ეს ამ სამი ქვეყნის, უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის გაწევრიანება, როგორც ასე ვთქვათ, იმ ქვეყნების ინტერესების დაცვა. ეს იყო აღქმული როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ნატოს ინფრასტრუქტურის, სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან. ეს სამხედროებსაც აქვთ, რა თქვა, პირადად ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომ ნუ აბა შეხედეთ რა იყო 90-იან წლების დასაწყისში, სად იყო ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ეხლა სად არიან. ნუ რა და დღეს რუსეთში რაც ხდება, რეალობას ჩვენ ვალდებული ვართ თუ შევხედოთ რეალობას, იმიტომ რომ აგერ არის, ხო? დაწყებული იქიდან 26 კილომეტრში დგანან. დღეს რუსეთში, რასაც რუსეთი აკეთებს და პოლიტიკას, ამას დიდწილად აქვს მოწონება და თანხმობა რუსეთის განა. ეს არ არის, ვთქვათ, რომ ელიტა აკეთებს ამას და დანარჩენებს ეს არ მოწონთ. აი, როცა ელცინის სიტუაცია იყო, ელიტა იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა, გინა დემოკრატია დავარქვათ, გინა პრივატიზაცია დავარქვათ, ხო? ეს რუსეთს არ მოწონდა. და რევანშიზმი იყო, რომ რუსეთი დადგა ისე თავის კალაპოტში და ეხლა ამ სრულისვლით მიდის. და მე რას უყურებ და ეს სრულისვლა ამერიკამ უკვე მიიღო ფაქტო და დღეს ხვალ ზეგ უკვე ევროპაც მიიღებს, აბასაც აგერ უყურებთ, ხო? ეს ვაღარ არის 2 წლის წინ იყო სული ბლოკადა არ გელაპარაკები და ეხლა რა ვიცი ეხლა არის ესეთი ამბავი. ანუ მე რა ვამბობ, რეალობას ვამბობ, ჩვენ რეალობას. აი ამას უყურებთ, ხო? და რუსეთი ისაც მოითმინა ნატოსთან დაკავშირებით, დღეს უყურებთ, რომ უკრაინის თემა რა არის, უკრაინის უსაფრთხოების თემა, გეუყურებთ როგორც ვითარდება, ხო? და უსაფრთხოების დევნაში დიდი საფრთხესაც შეიცავს, ხო? აი 90-იან წლებს წეღარ ვახსენეთ, ის ლოგიკა დღემდე არსებობს. მე არ მინახავს ლავროვის გამოსვლა, სადაც ამას არ ამბობდეს, რომ სხვების უსაფრთხოების აშენება მეზობლების ეს ლოგიკა გარკვეულწილად ქართულ პოლიტიკური სივრციდან ეს არ გამქრალა, რომ მოდი ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, იგივე თუნდაც ნატოსთან ურთიერთობა და მოდი ჩვენ უსაფრთხოების მიზნით უკვე ლაპარაკობთ, მანამდე ლაპარაკობდა ქვეყანა, ეხლა რომელიც ლაპარაკობს, უტყვე აი უთლად გაჭრილო ირტყმეინება უკვე რაკეტებს სროილობს ესე რომ იტყვია, ხო? ეს კი აღარ ლაპარაკობს. ისვრის დღეში ისვრის ტერმარკნას, ესე იგი საქართველოს არაყოფა 1 საათის გვაყოფა, ხო? დღეში ისვრის დრონებზე აღარ არის ლაპარაკი, ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ ბუზებივით. ჰაერში უკვე ეს რეალობაა და ამაზე აღარ არის ლაპარაკობს ამერიკა, რომ ეს არის მორტების იმპერია, ლაპარაკობს, რომ მები აქვს, თავის ინტერესები აქვსო. ეს ტრამპის სიტყვებია, ხო? ესე იგი ბოლო-ბოლო ყველა უბედურება იდეოლოგიების და ფილოსოფიების გამოხდება და აი იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, დაპირისპირებისა და კონფრონტაციის გამო.
აი ეხლა რას თქვენ ბრძანეთ, გიორგი? აბსოლუტურად თავსებადობაშია სუვერენული ქვეყნების სურვილი გაწევრიანდეს ამ თუ იმ ორგანიზაციის, მათ შორის ნატოში. ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით აბსოლუტურად ნათელია. მაგრამ რუსეთი აქცენტს რაზე აკეთებს? საერთაშორისო სამართალი შერყეულია, მალე შეიძლება ვნახოთ რა დარჩება მისგან. მაგრამ რუსეთის ასე ვთქვათ, პოულობს საერთაშორისო სამართალში არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოება უნდა იყოს განუყოფელი. რას გულისხმობს ის, რომ მეზობელი ქვეყანა როცა ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, ეს იმ ფორმით არ უნდა ხდებოდეს, რომ რისკს უქმნიდეს უსაფრთხოებისა მეზობელ ქვეყანას. თავისთავი აქვს მხედველობაში და ნატოს გაფართოება. აი ერთხელ კიდე დაუბრუნდეთ ამ თემას თუ შეიძლება შევახსენოთ მაყურებელს, რომ რუსეთის თავარი არგუმენტი აქ სამართლებრივი თვალსაზრისით არის, რომ ჩვენ დასავლეთმა მოგცა დაპირება, გარანტია, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. არის მართლა ვერბალურად ასეთი გარანტიები მიცემული შეხვედრების დროს გარბაჩოვთან, სხვა ლიდერებთან, ჩანაწერები არსებობს, ეს მართლაც ასეა, რომ პირდებოდნენ მაშინ საბჭოთა ხელმძღვანელობას, რომ ნატო არ გაფართოვდება, არ მიუახლოვდება საბჭოთა კავშირის საზღვრებს. მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ერთი რომ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს და ეს არის ეხა სამართლებრივი იყო რა იქნებოდა. არგუმენტი ექნებოდა გაჩილებით ძლიერი. ეხა აბსოლუტურად და მეორეს ვიტყვით თუ შეიძლება. მეორე რომ ეს საბჭოთა ლიდერებთან იყო, საბჭოთა კავშირთან იყო შეთანხმება მიღწეული და არა რუსეთთან, რომელიც უკვე სხვა ქვეყანაა. ეს საერთაშორისო სამართალი, რომელსაც ვამბობთ, ეხლა ჩემს სიამოვნებაში შერყეულიაო და არც როდისმე არსებულად ეს რო ვილაპარაკოთ. ეს არის ვიტყვიან კაცი რო იხჩობა და რაღაცას რო იძახის გადმომიგდეთო. აგერ შორს არ წავედი 20 წელიწადს 1920-ში მოაწერა რუსეთმა ხელი საქართველოსთან და გწნო და 21 ჩეკე შემოვიდა. და მსოფლიო ისტორიაში ერთი ხელშეკრულებაც არ არის, რომელიც მეორე წუთში არ დაურღვევია ნებისმიერ სახელმწიფოს როგორც კი ოდნავი შესაძლებლობა ეძლევა, ხო? აგერ ამ წუთშიც კი საერთაშორისო სამართალი არ სრულდება, ხო? ხან იმას უცხადებენ სანქციებს და ერთ ამბავშია და ეხლათ ამის მოსამართლეებს იჭერენ. საერთაშორისო სამართალი რა არის? ცუდია თუ კარგია, აღსრულების მექანიზმი უნდა გქონდეს და ეგერ რო გამოიტანეს, ხო? ხაგაში არ არიან ასხედან, თუ არ დაიჭირეს ჯერ უკვე და გამოიტანეს რა ის საერთაშორისო სამართალზე ვლაპარაკობთ, არის ძალის სამართალი. ესე მსოფლიო ესე იმართება. ახლა დიპლომატები როცა ბრძანდებით, ასაკურველია იქ იზვოლწე პაზვოლწე მიდის, მაგრამ რეალურად ხო ეს არის ხა, როდის იყო ძლიერი სუსთან იმას იცავდა, რა ქვია, საერთაშორისო სამართალს, რომელიმე ეპოქაში ან დღეს შეკავების სიტუაცია იყო. მაშინ იხევდა რუსეთი უკან, იმიტომ იცეს სიტყვიერი დაპირება და წერილობითაც არ მიცეს. ეგ სიტუაცია თუცა ეს ვერ შეაჩერებდა. მე დადგა ფეხზე რევანშიზმია თუ რაღაცა და ეხა მაგრა დადგა ფეხზე. უყურებთ ხო? ნუ გვაჩვენებს ესე ვთქვათ რეალობრივი. ყოველ შემთხვევაში ჩათვალა, ამერიკამ ჩათვალა, რომ რუსეთთან კონფრონტაციის გზით ვეღარ დაახევინებს უკან. ჯერჯერობით ამას უყურებთ ხო? ეხლა ტრამპის მერე რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ტრამპის ეპოქაში ალბათ აღარ უნდა ველოდოთ, რომ მე რატომ ჩვენი თითქოს აღარ უნდა ველოდოთ რუსეთთან. გუშინ ინფორმაციაც გავრცელდა, რომ რაღაც იარაღის შემიწოდება შეწყვიტა ამერიკამ უკრაინის. როცა ამბობს, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, ხო ტრამპი ამბობს ამას. საქართველოზე არ უთქვამს არაფერი, მაგრამ ნუ თქვენ წიგნიც არ იყოს რაღაცა ჩვენც ხუნდა ტვინი რატო ცოტა ხონდა გავა. აი წიგნი რახან ახსენეთ. რუსეთზე წიგს რო წერ, ეხა ქვეცნობიერად ყოველთვის ფიქრობ იმაზე, რომ ისე დავწერო, რომ ძალიან ბევრი არ მლანძღონ. ნუ ეს ასე ვთქვათ, ხაზად გაზრდებს ნებისმიერ წიგნსა თუ საუბარს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ალანძღავე. არ გინდა, ნუ რაღაცების თქმა გიწევს. ეხლა აი თქვენ საერთაშორისო სამართალი 90-იან წლებიდან, ეხლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმ ეპოქაზე არ ვასენეთ 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა მიცეს უკრაინას და ყაზახეთს და ბელორუსს გარანტიები,
უსაფრთხოებისა. მას შემდეგ, რაც ეს სამი ქვეყანა გადასცემდა რუსეთს ბირთვულ იარაღს, რომელიც მათ მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა კავშირისგან. უცბად აღმოჩნდა დაიშალა საბჭოთა კავშირი და ამ სამ ქვეყანაში არის ამ ბირთვული პოტენციალი განლაგებული. დაარწმუნეს უკრაინა, მე ამას ვხედავდი, რანაირად ეწინააღმდეგებოდა, რა ზეწოლა მიდიოდა უკრაინაზე. ბოლოს და ბოლოს გაფორმდა შეთანხმება, მემორანდუმი, გარანტია, მეტი ვინ უნდა მოქცეს გარანტია უსაფრთხოებისა. მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც პუტინმა თქვა, რომ რა არის ქაღალდიაო და ესე მოისროლა. ასე რომ სამართალი საერთაშორისო სამართლად, მაგრამ რეალ პოლიტიკა და რეალობა წვითავს ყველაფერს საბოლოო ჯამში. ეს ბრძანეთ თქვენ და ამაში გეთანხმებით, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობა ასეთია. გარკვეულწილად სოფლიო წესრიგი დაბრუნდა ჯუნგლებში. საერთაშორისო სამართალში. იყო მომენტები, როდესაც იგივე ცივი ომის დროს მეტი, ასე ვთქვათ, ურთიერთგაგება იყო დაპირისპირებულ ბანაკებს შორის. შუბლები ქონდათ ერთმანეთზე მიჭერილი და აწვებოდნენ, ახლა თორე კაცო რა თქვას რა. მაშინ იყო, ასე ვთქვათ, წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება, ყველა მიცოდა, საშიში იყო. ეხლა წითელი ხაზები აღარ არსებობს უკვე. გარკვეულწილად, საერთაშორისო სამართალში ძალიან დიდი ბზარია, ძალიან რბილად რო ვთქვათ და ჯუნგლებში ვინ იმარჯვეს მოგეხსენებათ. ცივი ომი უცნაური იმით იყო, რომ თითქოს იყო გლობალური დაპირისპირება, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ იქით უკვე აღარ შეიძლება, იქით უკვე სხვისი, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო. ეხლა ეს აღარ არის. მიდის უკრაინაში, ვთქვათ, ეს ომი სად გაივლის პირობითი საზღვარი ორ სამყაროს შორის, ხო? უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ხო, მე დამყარდება რაღაცა სტაბილურობა, ხო? ისე რაღაცა დროებით ახლა სულ არ მოისვენებს დედამიწა რა. ხო, ამიტომ ალბათ ყოველთვის მაინც ჩვენი ქვეყნის უნდა დავასრულოთ, რომ ეს უნდა კონდეს ყოველთვის განსაკუთრებით ახლა ჩვენ მხედველობაში. რაღაცა ხანდახან რო დაწყნარდება დამშვიდება სიტუაცია, ასეთი განცდა ჩდება, რომ კარგით რა ახლა რას გვაშინებთ ამდენს და რა არის ომი, რა ომი. ყველაფერი შეიძლება წინ იყოს ჯერ კიდე. კი ბატონო. ასეთ სახიფათო ეპოქაში ვართ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერმე ვთქვი და საზღვარზე ვართ. ჩრდილოეთში ეს ხდება, სამხრეთ საზღვარზე, სამხრეთ 500 კილომეტრში ჩვენგან რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ, ყველას კარგად გვახსოვს, ირანის ეს ამბები, ირანსა და ისრაელს შორის ეს ვითარება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები. ესეთი რეგიონია, ცეცხლია მოკიდებული ჩრდილოეთში, სამხრეთში. სიფრთხილე და წინდახედულობა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ შეიძლება, რამდენჯერმე ვთქვი, შეიძლება ვიღაცამ სუდად გაიხსენოს კიდევაც, რომ ასეთი სახიფათო პერიოდი არ ყოფილა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში, ცივი ომის დროსაც კი როგორც ეხლაა. კი ბატონო. მაშინ კიდე რაღაცა წესები არსებობდა, ეხლა არანაირი წესი აღარ არსებობს. ატომურ ბომბზე ჩვენ ერთი ასაკი ვარ და ესე გავიზარდეთ რომ კი ვიცოდეთ რომ სადღაც იყო, მაგრამ ატომური ომი იყო ისეთი, რაც გამორიცხული. ხო, ტაბუდადებული თემა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ეხლა ჩაულებრივად საუბრობენ დოქტრინაში შეტანა, რომ თუ ეს გახდა მევისური, ეს ჩაულებრივ ლოგიკაში გახდა და მტერმარაკდას ჩეხოვის სლომენად თოფირო კიდეა კედელზე ის ბოლოს გაისვიშო და ესე კიდეა ეს დედამიწაზე ეს ატომური ბომბი, ხო? კი ბატონო. ჩვენ წინა საუბრისას მე მგონი ვახსენეთ ეს ამბავი, რომ ძალიან დიდი განსხვავება ცივი ომის პერიოდსა და დღევანდელობაში ის არის, რომ მეხსიერება ომის არ არსებობს. დიახ. ეს მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება ძალიან ეხმარებოდა იმ თაობას შეკავებაში, ასე ვთქვათ, ხო? განსხვავებით დღევანდელობისგან, როდესაც ეს თითქოს, იმიტომ რომ თანამედროვე დასავლეთში თანამედროვე დასავლეთს თუ რამე კონფლიქტი უწარმოებია სამხედრო, ამერიკის ჩათვლით, არც ერთი მათ ტერიტორიაზე არ იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხო? დიახ. სულ ეს იყო ვიეტნამი, კორეა, შემდეგ ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია, არც ერთი მათ არ შეხებიათ ასეთი ფორმით. მეტიც სამხედროებსაც კი ევროპელები საკმაოდ მცირე რაოდენობით აგზავნიდნენ იმ ოპერაციებში, რომელსაც პოსტსაბჭოთა, ასე ვთქვათ, დასავლეთი აწარმოებდა იმაში, რა ქვია, სხვადასხვა რეგიონში, ხო? ნამდვილად ესეა. ესე იგი, ამ ცივი ომის პერიოდში
აი ყველაზე კრიტიკულ მომენტებში თქვა იქ ბერლინის კრიზისი 59-63 წლები 62 წელი კარიბის კრიზისი ლიდერები პრაღის გაზაფხული მაშინ საბჭოთა ლიდერებიც და ამერიკის შეერთებული შტატებში ეიზენჰაუერი ვახსენეთ საერთოდ მებრძოლი გენერალი იყო რა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრეჟნევიც და ხრუშჩოვიც მათ იცოდნენ რა არის ომი და რაღაც წერტილს რომ მიაღწევდა ორივე მხარე იხევდა უკან როგორც ეს მოხდა ბერლინშიც აი ერთი გასროლა და მსოფლიო ომი იწყებოდა და შემდეგ აი კუბის კრიზისი 60 ომი დიდი შოკი იყო ომი არ უნდა ხალხელა ადამიანები ხო გახსოვს ომი და ურიკებით რო დადიოდნენ ომი იყო ინვალიდები პატარა მანქანებით დადიოდნენ მახსოვს ინვალიდებისთვის პატარა მანქანები იყო სპეციალურად ხო გახსოვთ უფეხო ადამიანები სტადიონზე რო გამოდიოდნენ პატარა მანქანები აი ეს იყო პირდაპირ ომი ბრუნდებოდა იქ ინვალიდები მოვიდნენ ეს შეავსებდა ეს პატარა ინვალიდების მანქანები თელ სტადიონს პირველ ხაზს ერთ რამეს გეტყვით ამას ვკითხულობდი და ხო თითქოს არაფერი ხო ვინ გაჭრიდა და ვინც არ ვინიცოდაო თუ არ იცოდა და აი ესეთი რაღაცა რომ რუსეთში ომის წინ აი 14 არნახული რაოდენობით იმატა სერიალებმა ამას უყურებდი ომზე სადაც არის ომის ჰეროიზაცია თითქოს ეხლა თანამედროვე სიტუაცია არა კაპიტალიზმი რაღაცის უყარულზე გადაიღება არა ომისთვის ხდებოდა ფსიქოლოგიური მზადება ესე არ არის კინო დიდი ძალა აქვს და მას ყურა ხო დიდი ამბავი ხდებოდა ეს რატო იმიტომ რომ იმ დროს ხდებოდა ხო და რა ეწერა იცით რომ ძველათო რუსები წერდნენ ძველ ომებზე კინოს რო იღებდნენ ომი რა საშინელებაა ესე იყო რომ ომი არ უნდა მოხდეს აი ლიწა ჯურავლი და ესენი არის რომ ყველა კაცთა რა ჯარისკაცი ომი არ უნდა მოხდეს ეს არის ბოლოს და აქ არის რომ ომი მაგარი რამეა ომი მაგარი რამეა ომში მაგრები ვართ და მაგარი რამეა ომი და ჩვენ უმტკიცებთ სოფლიოს ეგეთი სიტუაცია ანუ მომენტს გააჩნია ხო საკულტო ფილმი რო არის ომზე არ არის ბრატ რო არის ძმა ხო ეს მასობა ამარა პრაუდესილა და რაღაცას რო ეძახიან ხო ძალა რარი სილა პრაუდი ხო რა ასე რომ აი ეს არის რეალობა ეხლა დღეს ესეა ხო და აი ხიფათი რასაც ბრძანებთ ეგ არის ამდენი ბირთვული არ არის სად იყო მე 60-იან 50-იან წლებში ეხლა რაღაცა საშუალო რაოდენობა იმასთან შედარებაც კი არ შეიძლება და მაშინ აი ვიმეორებ კიდე მეტი ნდობა იყო აი ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვიდრე დღეს არის დღეს არანაირი ნდობა არ არის ეხლა მეორეჯერ მოუსინჯეს კბილი ამ რუსეთს და ჩვენ იყო მოლოდინი ნუ ამით დაიწყეს ჩვენ რა ვიგვეკითხებოდა რამეს მაგრამ 4 წლის წინ ამით დაიწყო რომ რუსეთს ეხლა ჩვენ დავაჯერთ თავის ადგილას ხო ეს იყო ჯერ კიდე 1 წლის წინ ხო ამას ვისმენდით რომ დასავლეთი რუსეთს სტრატეგიული მარცხი უნდა მივიღო სტრატეგიულად უნდა მიეჩინა თავისი ადგილი და ეხლა უცებ აღმოჩნდა რომ გაიწია და ჩვენ ქემჩებით რა მინდა გითხრა ჩვენ ქემჩებით აქანა ხო ჩვენ ფინალისკენ მივდივართ და ესეთი ოპტიმისტური სიტყვა გვაქვს ხოლმე ბოლოს მაგრამ ეს ოპტიმისტური სიტყვა ცოტა ესე მინდა გითხოთ ის რაც თქვენ იხსენებთ აქ არ შევეხეთ მეორე ნაწილს მოვიტოვოთ შემდეგი საუბრისთვის ანუ მე გაგრძელება იმიტომ რომ 2000-იან წლებიდან რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები იწყება ესე ვთქვათ ვიღაცისთვის რევანშიზმი ვიღაცისთვის მუხლებიდან ფეხზე დადგომა და ასე შემდეგ ხო ანუ გახსნია რომელი პერსპექტივიდან უყურებ მაგრამ მთელი ჩვენი პრობლემა გულისხმობ ჩვენს ქვეყანას არის თითქოს ის რომ მიუხედავად ყველაფრისა, აი ეს ფაქტებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია გასახსენებლად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვსწავლობთ ამ ქვეყანას. ნუ ცოტა რამეს ვსწავლობთ ზოგადად. როგორც ანალიტიკური შესწავლის თვალსაზრისით, მით უმეტეს მეზობლებს არ ვსწავლობთ. ანუ მაგალითად ეხლაც იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვინც აზერბაიჯანი და სომხეთი იცის კარგად საქართველოში, ხო? ცენტრალურ აზიაზე აღარაფერს ვამბობთ და ასე შემდეგ. ანუ პერსონალური გამოცდილება თუ აქვს ვიღაცა ჩადის, ჩამოდის, მეგობრები ყავს, რაღაც ამ ტიპის ცოდნა თუ არის და არა აკადემიური ცოდნა თითქმის არ არსებობს. რუსეთზე საერთოდ ანუ წარმოდგენა არ გვაქვს თითქოს ამ ქვეყანაზე დღესაც კი რა ხდება მიუხედავად იმისა რომ გადავსებულია საინფორმაციო ველი
ამ კონფლიქტით უკრაინა-რუსეთს შორის, მაინც ძირითადი კონტენტი შევსებულია იმით, რომ რა ომის ფრონტის ხაზზე რა ხდება და ტრამპი, პუტინი, მაკრონი, პუტინმა რო ილაპარაკეს. ნახევარი ანალიტიკოსები, ესე იგი, ესაც ამტკიცებენ, რომ სადაცაა მარცხ ხდება უკვე რა. ანუ თეთრ დროშას გამოგინებს. აი, ცოდნის თვალსაზრისით პრობლემაზე რო გითხრათ და ოპტიმისტური თუ ხართ თუ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ პროცესმა მაინც გვაიძულოს, რომ ცოდნა შევიძინოთ. რუსებს აქვს ცუდი ანდაზა შთაგონება, რომ პესიმისტები კარგად ინფორმირებული ოპტიმისტები არიან, ხო? ეხლა რა თქვენ ბრძანეთ? ეხლა ეს იმდენად ემოციური თემაა რუსეთის, რომ აი ესე შვიდად საუბარია, გამაღიზიანებელია რა. შეიძლება ასეც იყოს ბევრისთვის. მაგრამ ისტერიული, ასე ვთქვათ, საუბარიც არაფრის მომტანი არ არის. არ შეიძლება რომ ამხელა ქვეყნის გვერდზე ცხოვრობდე ბირთვული სახელმწიფო, უშიშროების საბჭოს წევრი, გეოგრაფიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო. აი ასეთ აგრესიულ და იმაზე ხასიათზეა. და არ იცოდე მისი ფილოსოფია თუ როგორ ხედავს ის საერთოდ მსოფლიოს და რას აპირებს, რა უნდა და ასე შემდეგ. აი ამაზე საუბარი აკადემიური მაინც საჭიროა და მე ძალიან ვწუხარ, რომ აი ეს არ ხდება ჩვენში და არის მხოლოდ რაღაც აი მაინც უფრო აი ემოციებზე და რაღაც ისტერიულ ხანდახან ფონზე ჟაბაასი. ამიტომ აი ამ პატარა მცდელობით შევეცადე რომ გავიხსენოთ, აბა რა ხდებოდა ამ 30 წლის განმავლობაში და მოგწონს ეს ქვეყანა, ვიღაცა შეიძლება მოწონს. ასეთია, ისეთია რეალობა ის გახლავთ, რომ ჩვენ გვერდით არის და მისი ქცევის წყაროების შესახებ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და რაღაც დასკვნების გამოვიტანოთ ძალიან კარგი იქნება. დიახ, აი ეს დასკვნები მინდა რომ თვითონ მკითხველმა გამოიტანოს, რომ მე რაც არ უნდა უთხრა, ვიღაცის დარწმუნება არის ძალიან ძნელი და შეიძლება წარმოუდგენელი. თუ ადამიანს რაღაცა რჯერა, რაღაცაში დარწმუნებულია, ვერ გადაარწმუნებ იმას ვერანაირად, მაგრამ ფაქტებით მაინც რომ ვიმსჯელოთ, ვნახოთ როგორ იყო და შეიძლება ამის შემდგომ გამოვიტანოთ რაღაცა დასკვნა, რომ შეიძლება კი ბატონო ნამდვილად ოპტიმისტურა და ნუ ძნელია ხა დღესდღეობით რომ ძალიან ისეთი ოპტიმისტი იყო, მაგრამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ეს პატარა ქვეყანა დავიცვათ საფრთხეებისგან, გარეშე საფრთხეებისგან. აი ეს არის ყველაზე დიდი ჩვენი ასე ვთქვათ დანიშნულება. ხა ეხლა ამას აქ ჩემი კოლეგები არიან ჩამოსული დასავლეთიდან და რაღაცა საუბრობ, რა არის თქვენი სტრატეგია, რა არის? ერთი სიტყვა, გადარჩენა. ეს იყო საქართველოს სტრატეგია ყოველთვის ისტორიულად. გადარჩენა. ამაზე მე უნდა აშენდეს და დაშენდეს ყველაფერი. ხო, მათი სტრატეგია რა არის? მაგრამ მაგი მე ჩემდა გადაცემა. მათი სტრატეგია რა არის? სტრატეგია? ხო, რომ ჩვენ ვკითხოთ სტრატეგია რა გვაქვს, ხო? ჩვენ კი გვაქვს სტრატეგია. გადარჩენა გვაქვს. დიდ ქვეყნებს თავის სტრატეგია აქვს. მადლობა ბატონო. ძალიან დიდი მადლობა განხილვისთვის, აბა წარმატებებს გისურვებ და გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომდევნო პოდკასტში.